სულ ტყუილად ადანაშაულებენ. ჩემი სიძე ასეთი ადამიანი არ არის. მასწავლებლები არიან. ხელფასი არ ყოფნით. ჩემმა სიძემ ფული ასესხა. ამაში ცუდი რა არის? ასეთი ხასიათი აქვს. თავადაც იცი, არ აინტერესებს ხალხი რა სიტყვის. საუკეთესო მეოჯახე და ღირსეული ადამიანია. შენც ხომ იცი ჩვენ გამო, რამდენი გააკეთა. მე არ მეწოდინება? ცდილობდა იმ გნომს გაყოლოდი ცოლად. იქნებ ნანობ რომ უარი უთხარი. სტამბოლში უზრუნველად 7-ად იცხოვრებდი. ფუფუნებაში იქნებოდი. მგონი შენ ნანობ ყველაფერს. ალბათ მიზეზს ეძებ რომ თავიდან მომიშორო. ასე რომ იყოს მოუკვდებოდი. იმ ტიპს ცოლად რომ გაყოლოდი, ვერ გადამირჩებოდა. პატარა საფლავიც ექნებოდა. სათამაშო. სისულელეს ნუ ამბობ. საინტერესოა უშენო ცხოვრება შევძლებ. არაზროს მიმატოვო, კარგი? ძვირფასო თუ შეამჩნიე დავქორწინდით. მაგაზე არ გეუბნები, საერთოდ ვამბობ. რაც არ უნდა მოხდეს. არ მიმატოვო. არ მიგატოვებ. ვერ მიგატოვებ. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩვენ შორის ჩადგეს. დამპირდი. ჩვენი ოჯახები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ჩვენ ვართ ასიე. ჩვენ ორი. 3. 4 ნახევარი. ნახევარიც კი არ არის. ხოლ 3 საათზე ექიმთან ვართ ჩაწერილი. იქნებ ამარეულობაში და გავიწყდა. ვიცი, არ დამიწყებია. თუ შეიძლება დამავიწყდეს. როგორც იქნა ერთმანეთს გავიცნობთ. სქესის გაგება შეგვიძლია? არ ვიცი. ადრე არ არის? არ ვიცი. მამა პირველად ხვდები. საინტერესოა არა? ბავშვის გაკეთება იცი. შემდეგ უკვე არაფერი. ინფორმაცია არ გაქვს. წიგნი ვიყიდოთ და რამე გავიგოთ. არ მინდა ბავშვთან შევწყვე. ომერია, ახლა ვიმოვა. კარგი. ილიას, რა საკეთებ? შეგიძლია მითხრა? რას გულისხმობ? ჰელინზე გეუბნები ძმაო. ქალი გაგიჟდა რომ ვერ გნახა. შენობის სანახავად რატომ არ მოხვედი? დღეს რომ მოსულიყავი, ვიქირავებდით. დაგვცინი? ახლა საბუთებზე ალაპარაკდა. ძმაო, ხვალ ადვოკატთან ერთად მოვა. 2 საათზე იქ უნდა ვიყოთ. შენც მოხვალ. შენზე გააფორმოს, რა შევჭირდები? რამდენჯერ გითხრა, ამბობ შენ გარეშე ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებო. ძმაო, ამაზე რამდენჯერ ვილაპარაკეთ, დათანხმდა. შენზე უნდა გააფორმოს, თორემ ამას ვერ დავმალოთ. ფილიალს ჩემს სახელზე თუ გააფორმებს, 2 დღეში ყველა გაიგებს. გიყოფა ილიას, ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. არ გვეყო, რაც ვიტანჯეთ. საზოგადოებამ ერთად უნდა გაგვიცნოს. ქალს თუ სჭირდები. ჩუმად. ქალს თუ ჭირდები, კეთილი ინებე და მოდი. მეგობარო, უზარმაზარი კომპანიაა. ფილიალს პირველ შემხვედრს არ ანდობს. რა თქმა უნდა, შენ ჩაგაბარებს. ბავშვივით ერთი და იგივე სიმეორებ, როგორც იქნა ბედმა გაგვიხიმა. შენ კი ყველაფერს აფუჭებ. მოდი და ხელი მოაწერე. ჰელინი დაარწმუნე, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. ამის შემდეგ შეგიძლია საერთოდ არ გამოჩნდე. კარგი, მოვალ. როცა მოვალ, აუცილებლად დაველაპარაკები. ფლობელი შენ უნდა იყო. მორჩა. რადგან ჰელინს ზედმეტი არ მოუვიდეს ძმაო. კარგი. თომ. მართლა, ხვალ 3 საათზე მე და ასია ექიმთან მივდივართ. მოუკვდები თუ ვერ მოვასწრებ ძმაო. შეხვედრა პირველისთვის გადაიტანეთ, კარგი? ძმაო, საბუთზე ხელის მოწერას რამდენი დრო დასჭირდება? ყველაფერს მოვასწრებ, შეუძლებელია გადაიტანეთ. უთხარი რომ მე და ასია ექიმთან მივდივართ და ვერ მოვასწრებთ. კარგი? გავიქეცი.
სახლში ისედაც პრობლემებია, კარგი? ნახვამდის. რა უნდა და? არაფერი. ის და ჰელენი ფილიალს ხსნიან. ამის გამო მოვიდა. ჰელენი შენს მეგობრებთან ერთად ფილიალს ხსნის? წინააღმდეგი ხარ? შენს მეგობრებთან ერთად. ილიას, იმ ქალს რა უნდა? ახლა შენი გულის მოსაგებად შენს მეგობრებს იყენებს? არა ასე. ფილიალის გახსნა ხელსაყრელ ადგილას გადაწყვიტეს. ოტოდრომი აქაც არის. ამაში ცუდი რა არის? ეს ქალი თავს რატომ არ გვანებებს? ასეთი საქციელი რა შეჭირდება? არ მინდა ჩვენს გარშემო ტრიალებდეს. კარგი, გასაგებია, რა თქმა უნდა. ომერსაც აღარ დაველაპარაკები. ან ჰელენს ვეთქვი, რომ ბიჭებთან არ ითანამშრომლოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ასიეს ჰელენი არ მოსწონს, უმუშევრები იყვნენ? გაწყობს? თუ რა ვუთხრა? ალო, სალიხა. ასია, ძალიან მინდა ბავშვის ნახვა. წამოყვები ექიმთან. კაბინეტში ერთად შევიდეთ. არა, არ შეიძლება. პირველად მივდივარ და ილიასი უნდა წამომყვას. მეც მინდა რა მოხდა. მამის გარდა იქ მაინც არავის შეუშვებენ. კიდევ ბევრჯერ მომიწევს ექიმთან მისვლა და მერე წამომყევი. კარგი, დამირეკე, ძალიან მაინტერესებს. პატარა სტანსაცმელს ვუქცევ. კარგი, ნახვამდის. წავედი. ექიმთან მიდიხარ არა? წამოყვე? არა, გმადლობ. ილიას უნდა შევხვდე. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. დედა, ამ გოგოს ასე რატომ ეკცევი? დედა მთილი ხარ და პირველ რიგში შენ უნდა გაყოლოდი. შენს შვილი შვილს ელოდება. ვერავინ მიხვდება, რა მდგომარეობაში ვარ. ვერ ხედავ ამ ბოლო დროს რა არ გადავიტანეთ. ვერ ხვდები, როგორ ოჯახს დაუნათესავდით. ძალით მოგვახვიეს თავს ეს გოგო. ახალგაზრდა ბიჭი გააბრიყვეს. შვილითა და ოჯახით ხელფეხი შეუკრეს. ახლა ეს ტიპი აიჩასი არ შეყება, ფულს აძლევს. ეს რა ოჯახია? არავინ იცის სიძე ვინ დაჭრა. რაც მთავარია, ჩემს ქალიშვილს დაუმეგობრდა და ჩუმად საქმეებს ხლარ თავს. ჩემთან ერთად? დედიკო რას ამბობ? ნერმინზე გეუბნები. ასიეს ნერმინთან რა საქმე აქვს? შენი და შეხვდა სიბელ. მის სანახავად ჩამოვიდა. რა?